მელიქიშვილის განზრახვა David kucase! მელიქიშვილის გამზირზე კერძოდ საქართველოსთან ახალკალაძის შტაბთან მართება აქცია
Gamadi, vestiremo te!
Shut up!
Primitivi, organa presidenti
მეგობრებო, ვინც ჩვენსა და თქვენ შორის ეს ქვეყანა რუსეთში მიყავს იმისი,
არიან ბოლო პერიოდია გიორგი ახაბაძე და ნიკა კაცია ნიკა კაცია პირველ სამბოს გამარჯობა მეგობრებო და გამარჯობა არის ის სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად მომენატრა მაშინ როდესაც ვიმყოფებოდი 9 თვიან უკანონო პატიმრობაში მე პირველი რაც მინდა გავაკეთო რაღაცნაირად მინდა რომ აი იმდენი რამდენი თვაა რომ გონიათ რომ ძალიან ცოტა ყველამ ერთად თავ დაუზოგავად გავაგონოთ პირველში ერთმანეთს ის შეზახილები რომელიც თითქოს გვაკლია თითქოს გვენეცება მე ესა ჩემი სახელით ვაბარაკობ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ის სიჩუმე რომელიც იყო სახანში ძალიან ბევრ ადამიანთან მაინც მაკავშირებდა და უფრო მეტად მაახლოვებდა ამიტომ ბიჭებს და ორ არაჩვეულებრივ ქალს საპატიმროში ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევძახოთ და გავაგონოთ ჩვენი ყიჟიდა ყველამ ერთად თავისუფლება რეჟიმის წევს გამარჯვება საქართველოს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის რომ ესე ჯიუტად გახათ და ისმად ინტერესებს რომელიც მოიცავს ძალიან დიდია რა თქმა უნდა იდეა არის ეროვნული და რა თქმა უნდა ნიშნავს იმას რომ ჩვენ აი ამ ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯები ჩვენი ემოციით ჩვენი შეგრძნებებით ჩვენს თავს ვამზადებთ გამარჯვებისთვის ვამზადებთ იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო გავწმინდეს და გქონდეს ის ნათელი მომავალი რომელსაც არც მეტი არც ნაკლები ყოველდღიურად ყოველწამიერად ვაჩერებ ჩემი თხოვნა არის ერთადერთი ყველა ის ადამიანი ვინც გავართ ვინც უამრავს ვეკონტაქტებით ყოველდღიურად რაღაცნაირად გავუზიაროთ ჩვენი ხედვები ჩვენი ემოციები იმ მომავალთან დაკავშირებით რომელიც ძალიან ახლოს არის და რა თქმა უნდა ეს მომავალი სათაურდება ერთი სიტყვით და ეს არის გამარჯვება უბრალოდ მოუხევით რომ დრო არის ძალიან ცოტა და მაშინ როდესაც გუშინ აი აქ ამაძილას ხდებოდა მსგავსობა, არაადამიანურობა, არაფრთხილობა, ყოველად შემაწუნებელია ეს და მე მგონი მეთანხმებით იმაში და დავიდასტურეთ ამოვისმენდებით რომ არც ერთ საქართველოში ცხოვრებს, არ უნდა ცხოვრობდეს ისეთ გარემოში, სადაც ადამიანებზე დავაგონებ. უწყუი მაშინ არ დამიწყოთ ამოვისმენდებით. თუ მეთანხმებით, გამაგონეთ რაში თქვენი ხმა. Satkmeli bakset. Mაშინ როდესაც მომნახავენ კოლეგები ადამიანები რომლებიც ძალიან დიდ სიტყვას და სიყვარულს იზიარებენ პასუხი გაგზავნა აი რა უნდა გააკეთო შენი ბიჭებისთვის და გოგოებისთვის რომლებიც არიან სამართლოში ჩემი პასუხი არის აბსოლუტურად მოკლებული ფილოსოფია პრაგმატულია და ძალიან მწიცე სულ ამბობ ერთისა და იმავეს უნდა გავაკეთო ის რასაც გააკეთებდნენ ისინი რომ გამოსულიყვნენ ყოველდღიურ შეცე ადრე ამიტომ ყველა ის ადამიანი გავართ მეზობლო აკეთებს იმაზე მეტძალა იგი ამას გასწავლებს ხეს ამიტომ საქართველოს ჩვენი მოგავლისთვის ჩვენი ახალი მოგავლისთვის არ დავიზაროთ სადაც საჭიროა გავამხელოთ ესპანეთში მე მგონი ისედაც ისტორიულად ვიცით რომ მე მგონი თანამედროვე კულტურასთან არადასწროებს და თუ იქნება საჭირო ფენის გასაწევი გავუწოდოთ მაგრამ არ შეცოტავდეთ და პირიქით ვაჩვენოთ რუსულ რეჟიმს რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია ჩვენ გამარჯვება დავუწოდოთ
შემდეგ მოусმინოთ ის მას გამორჩეულ თანამებრძოლს ლაშაკაციას. იქაც თავკაცე გაყევთ ორი რაღაც საქციელად ხოვები, მოკა დამეტახება, რომ გუში ღამებს წერდი და მხოლოდ ორ სიტყვაზე უცხარი შეთანხმება და შემდგარიყო და ეს სიტყვები იყო ის, რომ ძალიან ხოთ, აი თქვენ თქოთ, რომ უბრალოდ ერთმანეთს გაუწოდოთ წები და ამ რუსულ რეჟიმს ყველაფერზე გავსეთ პასუხი. პასუხი გავსეთი ბიჭები რომ გამოგვიჭედეთ და გოგოები მაგის გამო ამ ჯალათებს. პასუხი გავსეთ ისეთია ტიტუშკებს ნოაკას სიზმრებიან. ოღონდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ ერთმანეთს გაუწოდებთ ხელს, დავივიწყებთ ყველა წენას აბსოლუტურად. აუცილებლად გავიმარჯვებთ მხოლოდ ამ შემთხვევაში. მეგობრებო, დღეს მე გითხრა, აქ სავაზემ რომ აქ არ უნდა ვიდგე, სადღაც მაგარ უნდა ვიდგე. მე გავიზარდე აი ამ ქუჩაზე, ახმეშვილის ქუჩაზე. ეს არის ბაბუაჩემის სახელობის ქუჩა და ეს კაცი ის აქ ვიდგე თუ არ ვიდგე. ვიდგე ეს ქალაქი. ვიდგე ეს ქალაქი. ვიდგე ეს ქალაქი. ეს ხალხი არის უმარი ამ ქალაქში. უმარი. არ შეიძლება მას ვიკარნახო ჩვენსაც გავდებით და სადღაც გავდებით. არ შეიძლება მას ვითხრა რომ კონსტიტუცია აღარ არსებობს და ჩვენ აღარ გვაქვს შეკრების თავისუფლება. არ შეიძლება რომ მათ მოგვიწიონ ბანდები, ზემოთ ქალები, და მერე მოგვიწინი იცავენ ოჯახის სიტყვაზე. ვისია ეს ქალაქი? ჩვენია ეს ქალაქი და იქნება ეს ქალაქი მშვიდობიანი, პატრიოტი ხალხი. და არა ამ ხალხი, ვისაც უნდა რომ არ იყოს ძალადობა. ჩვენი სიძლიერე არის სწორედ ამაში, არის ჩვენი ძალა არის მშვიდობაში. ჩვენ იმიტომ ეს გადავარებია საკანზე, იმიტომ გავართ უკვე 2004 მესამედი რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანები და არა ესენი. იმიტომ რომ მშვიდობის წინააღმდეგ არ არსებობს ძალა. მშვიდობის წინააღმდეგ არ არსებობს პროპაგანდა. მშვიდობის წინააღმდეგ მშვიდობიან ადამიანს როდის ხალხი აღარ არის, როდის აღარ არის ამბავს მოყავათი, რომ შემიძლია ამ ადამიანს გაუძლოთ. ეს გადახედა მართალი არის სუპერმარკეტი, ბანალური ბოროტება. ჩვენ ხართ არის ბანალური ჯბირობა, ეს არის ყოველდღიური ჯბირობა, რომელიც ჩვენი ჩვენ ამ ქალაქის სამხედრო ქალაქები ჩავდივართ ყოველ დღეს. აი ადამიანები აიყვნენ, აი ბაბადები არო ათუქიმიკა გავეშებული გოგოსია ისა და ის ხალხი აიძახას მოიგონე. ის ხალხი გული გადავხადეს ამ ხალხს. ეს ხალხი გახულის გამო ჩვენ ხალხს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ვართ მართლები, იმიტომ რომ ვართ ჭიანები, იმიტომ რომ ვართ მამაცები, იმიტომ რომ ვართ მშვიდობიანები. და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვისია ეს ქალაქი? ვისია ეს ქალაქი? ვისია ეს ქალაქი? ამართლობა ხარ. Don't
გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველა ნამდვილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სად არის, როდესაც საჭირო არის, გამოვიდეს გარეთ, აიმაღლოს ხმა, ყველა რისკის, ყველა საფრთხის და ყველა გამოწვევის მიუხედავად. აი ასე იბადება ნამდვილი თანამედროვე ძლიერი დემოკრატიული ერი, რომელსაც არ ეშინია ტიტუშკების, არ ეშინია არაფრის და შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში იყოს ამ ბრძოლაში შეუდრეკვა. აი ეს არის ნამდვილი გუნდი ხალხის, ნამდვილი საზოგადოება, ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია უცნობ ადამიანებსაც კი ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ, ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, წამოაყენოთ საქცეული და ერთად გააგრძელოთ წინსვლა ამათგან განსხვავებით, რომლებიც ერთმანეთს წყვიას ესტვიას, ხალხს რომელსაც გუშინ თავის მაგაცებს ეძახენ, მერე შლიან ფეისბუქიდან და თითქოს ერთმანეთის მოკითხვას კი აღარ შეუძლია. ეს არ არის გუნდი, ეს არის ბანდა, ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელსაც უნდა მოვტანოს სახელმწიფო და ეპატრონოს ჩვენი ხალხის დოვლას და გუნდივად იყოს ძალაუფლებაში. ყველაფერი განცდილოს, სულ ხომდეს ცნობა კორუფციაზე, სულ ხომდეს ცნობა დანაშაულზე, სულ შეაშინოს ხალხი და იყოს გუნდივად. ხალხის ხარჯზე განმდიდრებული და ეს არ უნდა გაუშვას. ეს საზოგადოება, ეს ხალხი იმსახურებს თავისუფალ, ევროპულ, მრავალპარტიულ დემოკრატიას და ჩვენ ვიბრძვით. მე მინდა ასევე მიმართოთ ადამიანებს, რომლებსაც რომელსაც ქვია სახელად ადგილობრივი არჩევნების ხარეთ. გამოფრთხილდით შეხედეთ რეალობას და გაიგებთ, რომ ახლა მეტროს ამოსასვლელებზე ლაპარაკის დრო არ არის. ახლა არ არის ლაპარაკი გაფუძნებულ ასფალტზე ლაპარაკის დრო. ამის დრო დაიდება, ეს არის ნორმაზე ლაპარაკი, რომ გვაქვს თავისუფლება, გვაქვს სახელმწიფო. ეს უნდა დავიბრუნოთ და მერე მეტროს ამოსასვლელზე გავაკეთებ, ასფალტსაც დავაკეთებ და ყველაფერს მივახცევ. აი აქ არის ბრძოლის წვენი. მოდით ამ და ერთად ვიბრძოლოთ. დავამარჯვოთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ბრძოლას, თავისუფლებას და ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს. გაგიმარჯვეთ. ჩემი წალი. შენ წადი თვითონ მე დავხო. გამარჯობა ხალხო და გამარჯვება ხალხო. მოგიწოდეთ აქედან მხარეს ჩვენი ხალხი დგას, ლუისმი გაკეთეთ. მეგობრებო, დღეს ჩვენ აქ ვართ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა უთხრათ ქართულ ოცნებას. ნახი გალათეს, ბიძინა ივანიშვილს, შენი აქ არავის არ ეშინია და გირჩევნია მიყვეს სხვა დიქტატორების მაგალითს და თვითონ გახვიდე ამ ქვეყნიდან სანამ გაგაგდეთ. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ნამდვილად გაგაგდებს აქედან. ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და მას ელოდება ისეთივე ძეები, როგორც სხვა მსგავს რეჟიმებს. ახლა მე მინდა ვიხსნა თქვენ, გუშინ თქვენზე იგზავანეს იქვე ტიტუშკები, პოლიციის თანამშრომლები, ჩვენ არ ვაფიქრებთ, რომ ეს ძალადობა ესე უპასუხო დავტოვოთ. ამ ძალადობას როგორც შიდა, ასევე საგარეო პასუხი უნდა გაეცეს და მე მინდა გითხრათ, რომ 14 მოძალადის საქმე, მათი პირადი ნომრებით, თარიღებით, მათი ყველა ვიდეოთი, სადაც ისინი ძალადობენ თქვენზე უკვე გადაგზავნილია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. და გადავაგზავნით დაუხსნებად ევროკავშირის ქვეყნებში, საელჩოებში და გავაგზავნებთ ამას, იმიტომ რომ ყველა ტიტუშკა, ჩემი ასაკის ტიტუშკები არიან. 20 წლისები უნდა იცოდნენ, რომ ან ახლა დაანებებენ თავს რეჟიმის მხარდაჭერას, ან გასანქცირდებიან და საქართველოს ვერცერთ ქუჩაში ვეღარ გაივლიან. მადლობა, დავიმარჯვებთ, ძალიან მალე. Go!
შემდეგი სიტყვები. პუტინ! პუტინ! სამოქალაქოები არ იქნება, ვერ მივაჩვით. არა მოსკოვს დავეკითხებით, მეტი საქმე არა გვაქვს. რაც მთავარია, ეს არის ჩვენი დინებულება, ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება. ქართველი ვაჟკაცი არასოდეს ცხოვრებაში ქართულ ხალხზე ხელს არ აწევს და ვინც აწევს, უკვე დიაგნოზი გასაგებია. და მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის, ამ გვერდში დგომისთვის. საქართველო დაიმარჯოს, ჩვენ ვერავის ვერ მივარჯოთ, ჩვენ ძალიან მაგარ ქვეყანას. მადლობა. მეგობრებო, ერთი წუთი. ძალიან ხო. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ შვიდობიანად გვერდვა ჩვენი საქმენი და ეტაპობრივად არცი უნდა განამინებო არგამენტის შემომისაკენ. ეხლა ჩვენ ერთი წინადადება მაქვს. სიმღერა ჩვენ ადინების ოჯახის წევრების განკაცოლებილება არის ასეთი, რომ ეხლა ვიმღერებ გამლებოს და მერე დავიძრებით პარლამენტის შენობისაკენ. არ დავიდე. მეგობრებო, არ დავისწავლე. Amito,
შეუძლებელი პროცესი უნდა დაიწყოს რევოლუციური ცვლილებები უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი პოლიტიკური გარემო, ჩვენ უნდა მივიღოთ სტაბილური კარგი უსაფრთხო სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო და არა ის საღორე, რასაც არქივო იწინია აქ ამყარებს. რუსული მონარქიულობა ამ ქვეყანაში არ იძლება.
მინისტრით. ერთადერთი რაც მე ახლა შემიძლია გითხრათ და გთხოვოთ, აი ამ არაჩვეულებრივ მრავალფეროვან წინააღმდეგობას. მე ხალხგასმით მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან გთხოვთ, შვიდობიანად არადარადობრივად ვიდგეთ და მასვენოთ ეს არის დემოკრატიული პროცესი და საჭიროა დემოკრატიული შეთანხმება. მეც